გამარჯობა. მოკლედ ბიბლსი თოქსი ძალიან საინტერესო ლაპარაკით ბრუნდება. საუბრით, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ჩვენს დროში არათუ სასურველი, არამედ აუცილებელია და ამას ძალიან ბევრი კვლევა და ემპირიული შედეგი ადასტურებს, გულისხმობთ ბავშვებს და ნეიროფსიქოლოგიას და ჩვენ სტუმრად გვყავს აწ უკვე გამოჩენილი ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი, მოგესალმები. მარიამ, ძალიან დიდი მადლობა ბუნებრივია დროის დათმობისთვის. დავიწყოთ ზოგადად დარგით, ხო? ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი დარგი, რომელიც ფსიქიკას ეხება, ეს მიმართულებაც არის ახალგაზრდა, ხო? ამბობენ, რომ მისი სტარტი არის მეტყველების ცენტრების აღმოჩენის, თქვათ, დროიდან ათვლილი, ეს არის სადღაც მე-19 საუკუნის მიწურული და მე მგონი ბროკა და ვერნიკე ამის აღმომჩენები და მას მერე ვითარდება ოღონდ ზიგზაგებით. ბუნებრივია, იმიტომ რომ ფსიქიკა ესეთი მოცემულობაა, რომ ხშირ შემთხვევაში ვთქვათ, ასეთი გამყინვარებებიც დგება ხოლმე კვლევების დროს. მოდი მოკლედ და ჩვენთვის, მოკვდავთათვის გასაგებ ენაზე მოგვიყევით, რას გულისხმობს ნეიროფსიქოლოგია. ნეიროფსიქოლოგია გულისხმობს თავის ტვინის კვლევას, ასე ვთქვათ, და შესწავლას თუ რა უბანი და რა ტერიტორია თავის ტვინის, რა კონკრეტულ აქტივობებზე არის პასუხისმგებელი და როგორ ფუნქციონირებს ზოგადად თავის ტვინი. ემოციები, დასწავლა, აზროვნება, აღქმა, ყურადღება და ეს როგორ არის მიბმული, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რაღაცა თავის ტვინის კონკრეტულ უბნებზე. სხვათა შორის ეს უძველეს დროშიც იყო ასეთი ლოკალიზაციონიზმი, როდესაც მიაჩნდათ, რომ რაღაცა კონკრეტულ აქტივობაზე კონკრეტული უბანია პასუხისმგებელი. თუმცა შემდეგ, როგორც აღნიშნეთ ბროკას და ვერნიკეს აღმოჩენების შემდეგ, რომელიც ეს კონკრეტულად უშუალოდ ეს უბნები დღეის თემისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ეხება ენამეტყველების უბნები, ასე ვთქვათ, ერთი როდესაც მე ვსაუბრობ და თქვენ შეგიძლიათ აღიქვათ, რას გულისხმობ და მეორე სწორედ ის უბანი, რომელიც ბროკას უბანი მეხმარება მე რომ მე თავად ვისაუბრო და შევქმნა სტრუქტურა წინადადების და ასე შემდეგ. თუმცა დღეისათვის სულ უფრო მეტ საუბრობენ იმაზე, რომ ესე კონკრეტულად უბანი კონკრეტულ რაღაცაზე პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, არ არის, მთელი თავის ტვინი არის ჩართული, მაგრამ მაინც დაყოფილი გვაქვს თავის ტვინი წილებად, უბნებად და ნეიროფსიქოლოგია სწორედ ამას შეისწავლის და უშუალოდ რა დაზიანების შემთხვევაში, რაზე აქვს გავლენა. ნეიროფსიქოლოგები განვითარებულ ქვეყნებში ძირითადად სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობენ და ჩვენთან როგორ არის, იცით, ჩვენთან სამწუხაროდ სამედიცინო დაწესებულებებში ნაკლებად მუშაობენ, იმიტომ რომ იქ იგივე რეზისტენტული გულყრების დროს და უშუალოდ ოპერაციების დროს შეიძლება იყვნენ პაციენტებთან, ვიცით რომ თავის ტვინზე ოპერაციის დროს შეიძლება არ იყოს დაძინებული პაციენტი და იქვე აძლევენ დავალებებს, რომ ნახონ ნეიროქირურგი, ასე ვთქვათ, რაღაც უბანს ხომ არ აზიანებს შემთხვევით. ჩვენთან ძირითადად მუშაობენ ნეიროფსიქოლოგები ბავშვის განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებთან, ასე ვთქვათ, დისლექსიის მქონე ბავშვებთან, ზრდასრულებთან, რომელთაც თავის ტვინის ტრავმა აქვთ, ან ინსულტი გადაიტანეს და ასე შემდეგ. ანუ პრინციპში ყველა ასაკობრივ. დღეს ძალიან შეიძლება გავრცელებულიც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცხადი არანაიური გაგებით პოპულარული პრობლემა ADHD, ხო? რომელიც ძალიან თქვათ ხშირად გვხდება ხოლმე. ამაზე მე უკვე დაწვრილებული. ანუ უბრალოდ რომ გამიჩნდეთ, რომ ფსიქოთერაპევტი თუ მუშაობს უფრო მეტად ემოციურ სფეროზე, ასე ვთქვათ, ხო? ან ბავშვის ან ზრდასრულის, ნეიროფსიქოლოგი უფრო მუშაობს კოგნიტური განვითარების კუთხით, როგორც პატარებთან, ასევე დიდებთან თუ არის დარღვევა. საინტერესო არის ჩვენ ნელ-ნელა ვთქვათ, გადავალთ უფრო დეტალურ ლაპარაკზე და მათ შორის იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი არის კითხვა, წიგნი და სხვა მსგავსი პრაქტიკები ბავშვის განვითარებაში, მაგრამ მოდი რახან ჩვენს კონტექსტს ვეხებით, ქართულ კონტექსტს, დღევანდელი მოცემულობებით რას გულისხმობს, თქვათ, ეს დისციპლინა საქართველოში. თქვენ ხართ ამ, თქვათ, მიმართულების ერთ-ერთი ადეპტი, ხო? ჩვენ ვიცით, რომ არსებობს სხვა ტიპის, თქვათ, კლინიკები, რომლებიც პაციენტებს, მათ შორის ზრდასრულებს, სთავაზობენ სწორედ აი ამ მიმართულებით, ხო? ანატომიური მიმართულებით, ერთი მხრივ, თქვათ, ტვინის კვლევებს და მე უკვე მკურნალობას, ასე ნეიროფიდბექის ტიპის პრაქტიკები, ხო, რომელიც თქვათ, ნელ-ნელა ინერგება, ვიღაცა არის ამის მომხრე, ვიღაცა ფიქრობს, რომ
მაინც და მაინც ეფექტური არ არის. აი რა მდგომარეობა გვაქვს დღეს საქართველოში ამ თვალსაზრისით? ნეიროფსიქოლოგიის თვალსაზრისით. ამ თვალსაზრისით ძირითადად მოდით ასე ვიტყვი, რა შემთხვევაში მიმართავენ ნეიროფსიქოლოგს, ხო? ნეიროფსიქოლოგს მიმართავენ, როდესაც ეჭვი უჩნდებათ ბავშვის შემთხვევაში განვითარების შეფერხებაზე, ან აგვიანებს მეტყველებას, ან რაღაცა პროცესები ისე არ მიდის და ერთი კეთდება შეფასება, პატარების შემთხვევაში როგორც თქვენ შეიძლება იყოს შეფერხება, ცოტა დიდების შემთხვევაში შეიძლება იყოს ADHD ეგრეთ წოდებული ჰიპერაქტივობისა და უყურადღებობის სინდრომი, დისლექსია, აუტიზმი როგორც პატარებში, ისე ცოტა მოზრდილებში და გარდა შეფასების ამისთვის არსებობს კონკრეტული ინსტრუმენტები, მაგალითად ინტელექტის ტესტი, მაგალითად ნეიროფსიქოლოგიური ბატარეა ეგრეთ წოდებული და შეფასების შემდეგ ნეიროფსიქოლოგები ასევე აკეთებენ ეგრეთ წოდებულ ნეიროფსიქოლოგიურ თერაპიას, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ თავის ტვინს ვუყურებთ ასე, რომ ის არის ფაქტიურად კუნთის მაგვარი, რომელსაც სჭირდება გარედან სწორი სტიმულირება იმისთვის, რომ განვითარდეს. შესაბამისად, ნეიროფსიქოლოგიური თერაპია გულისხმობს ბავშვთან ერთად, პატარებთან თამაშით თავის ტვინის ისეთ სტიმულირებას, რომ მოხდეს ენისა და მეტყველების განვითარება, აზროვნების განვითარება, ვიზუალური სივრცითი უნარების განვითარება და ასე შემდეგ. და თითოეული ეს კომპონენტი განვითარების საწინდარი არის და უშუალოდ შემდეგი იმისი, რომ კითხვის სირთულეები ბავშვს არ ქონდეს. ან იგივე დისლექსიის დროს ხო შეფასების პროცესში მე ვნახო რა არის ის რგოლი, სუსტი რგოლი, რომლის გამოც ამ ბავშვს უჭირს კითხვა და შემდეგ ვეხმარები ამ სუსტი რგოლის გაძლიერებას. დიაგნოსტიკა ხო, დიაგნოსტიკის მეთოდები, ხო? დიდწილად გულისხმობს ეს ემპირიულ დაკვირვებას, ხო? გარეგან თქვათ შეფასებას, მისი ქცევის, მეტყველების მანერის და სხვა დანარჩენ ნიუანსების. სხვა ტიპის თქვათ დიაგნოსტიკა არსებობს, მაგალითად აი ძალიან ესეთ ხალხურ ენაზე რო ვთქვათ, ტვინის გადაღება. თქვათ ხო მე შემხედრია კვლევები რომელიც ამბობენ რომ არის რაღაც ტიპის თქვათ საშუალებები თორე ტვინს არა ბიოლოგიურად იღებ არამედ აი ამ მიმართულებით ანტივ და იქ თქვათ ბეტა რეცეპტორებს აგვირდები თქვათ გამას და ასე შემდეგ და ნეირონებს და გაჩნია თუ არის ამის საჭიროება ნახეთ როდესაც საუბრობთ ანუ რა მოცემულობით მოდის ბავშვი ხშირად არ არის ამის საჭიროება რომ არ მოგატყუოთ თუმცა არის შემთხვევები რომ შეიძლება ელექტროენცეფალოგრამა დაჭირდეს გააჩნია შეიძლება მაგნიტორეზონანსული კვლევა დასჭირდეს, თუმცა ნეიროფსიქოლოგია მინდა გითხრათ, აი მაგალითად ალცჰაიმერის დაავადებას უფრო ადრე იჭერს, ვიდრე ის გამოჩნდება მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიაზე, იმიტომ რომ ნეიროფსიქოლოგიური კვლევა დაბალებებით აკეთებს, ასე ვთქვათ, ისე დაბალებებს აძლევს თავის ტვინს, რომელიც ჯერ შეიძლება ესე არ ჩანდეს. იგივე ეპილეფსიური გულყრობის დროს მსოფლიო მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანი არის ნეიროფსიქოლოგიური შეფასებაც. იმიტომ რომ უბანის ლოკალიზება მოვახდინო. ერთი გულყრის ტიპი, მეორე არის დაუშვათ ელექტროენცეფალოგრამაზე რა არის, მაგრამ მესამე ასევე არის, რას ვერ აკეთებს. და ამისთვის აი ეს დაბალებები რო წარმოგიდგენთ, მაგალითად დაიმახსოვრე 10 სიტყვა. მაგალითად გადახატე, აი ამაში ჩანს ფუნქციურად რას ვერ აკეთებს, ასე ვთქვათ, თავის ტვინი. ანუ უნივერსალური ტესტები არსებობს, რომელსაც მიყვებით და მე ბუნებრივია ინდივიდუალურ ინტერპრეტაციებსაც მიმართოთ. ერთადერთი უნივერსალური რაც ვერ არის ხოლმე ეს არის რა თქმა უნდა ენამეტყველების შეფასება, იმიტომ რომ ინგლისურ ენაზე გაკეთებულ ტესტს პირდაპირ ვერ თარგმნით ქართულად, იმიტომ რომ ენას სხვა სტრუქტურა აქვს, სიტყვები ჟღერადობით არ უნდა გავდეს ერთმანეთს და ასე შემდეგ. აქ პრობლემა გვაქვს, სიმართლე რო გითხრათ. მოდით ახლა უკვე ნელ-ნელა გადავმისამართდეთ კონკრეტულ თემაზე. ნუ ეს კონკრეტული თემა უკიდურესად ზოგადიც არის და მსოფლიო გამოწვევა არის. რა არის თანამედროვე ბავშვის მნიშვნელოვანი წინაღობა? ხო, ნუ იოლად თქვათ მივხვდებით, რომ ეს შეიძლება მათ შორის იყოს უზარმაზარი სამყარო, რომელიც ჩვენთან ერთად და ჩვენს პარალელურად გაჩნდა, გულისხმობ ციფრულ რეალობას, რომელსაც უამრავი განშტოება აქვს თავისი არსით. მოდი აი ამ თემაზე ოდნავ უფრო დაწვრილებით ვილაპარაკოთ, მით უმეტეს რომ დრო ამის საშუალებას გვაძლევს. წინაღობა, რომელიც გაჩნდა, ბევრი წინაღობა არის, სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი არის სწორედ ციფრული ტექნოლოგია და რატომ ბავშვი, როდესაც იბადება და ამაზე ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა და მართლა ძალიან ბევრი საუბრობს, ის არ არის მზად იმ სისწრაფით, რა სისწრაფითაც
ციფრულ ტექნოლოგიებში, ტელევიზორში, მობილურში, პლანშეტში იცვლება კადრები, აყვეს ამას. ეს იწვევს თავის ტვინის აგზნებას, იმაზე ჭარბად, ვიდრე ბავშვს აქვს რესურსი. ჩვენ რომ ევოლუციურად შევხედოთ ეს ციფრული ტექნოლოგია ბოლო 50 წელი არის, ხო, რაც მილიონობით წლის განვითარდა. დიახ, და წარმოგიდგენთ, ჩვენ რაღაცა განვიცდით ამ ევოლუციას და უცებ მოხდა ისეთი რაღაცა, რომ აი ფიზიკურად ამ სისწრაფით ვერ მიყვება თავის ტვინი და ამიტომ იმპულსის შეკავების ამბავი არის არა მარტო ქართული. იმპულსის შეკავებას, აგზნებას იწვევს რასაც ჩვეულებრივად, მერე რაც იწვევს მერე თავის ტვინის სტრუქტურულ ცვლილებებს და ცოტათი დაზიანებასაც. რაღაცა უბანი, რომელიც უფრო უნდა იზრდებოდეს, არ იზრდება ისე და მაგალითად ვიზუალურ სივრცით იმაში პასუხისმგებელი რაც არის, ის უფრო იზრდება, იმიტომ რომ სულ უყურებს ხო ამ კადრებს და სულ ცვლილებები არის. შესაბამისად, ამან გამოიწვია რა? გარკვეულწილად მოხშირდა ბავშვები, რომელსაც კომუნიკაციის ენისა და მეტყველების პრობლემები აქვს. გვიან იწყებენ მეტყველებს. გვიან ან იწყებენ უცნაურად. მეტყველებას, ან უცნაურად, ან ასევე საქართველოს და ალბათ განვითარებადი ქვეყნების პრობლემა, რაც არის იწყებენ უცხო ენაზე. იმიტომ რომ ჩვენთან YouTube და სხვადასხვა არხები უფრო უცხო ენაზე არის, ან ვიდრე შერეულია. ქართული. ესეც კიდე სხვა პრობლემა. ან შერეული არის, კი ბატონო, თუმცა დღეს უფრო და უფრო მეტი ბავშვი საუბრობს უცხო ენაზე უკეთ 2-3 წლის ასაკში, ვიდრე ქართულ ენაზე. ამ პრობლემას მე თვითონაც ვაწყდები როგორც მასწავლებელი და არაერთხელ და ისედაც როგორც საბავშვო ავტორს, როცა მიხდება მათთან შეხვედრა, ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გამოწვევა. მოდი კიდე უფრო კონკრეტულად გავყვეთ აი ამ თემას, იმიტომ რომ ხშირად თქვათ ცოტათი გაუგებარია მშობლისთვისაც, ხო? რატომ შეიძლება თქვათ გამოსახულება, რომელიც არის რეალობის ექო, ხო? იყოს პრობლემა. ერთი ძალიან ესეთი თქვათ სერიოზული არგუმენტი თქვით, რომ ეს გამოსახულება იცვლება სწრაფად, ნეირონული კავშირი არ არის შესაბამისი და ნუ ბუნებრივია ეს იწვევს დიდ აგზნებას და მერე უკვე ჩვევაში გადადის და ითხოვს რომ ყველაფერი ასე სწრაფად მოხდეს, ხო? ეს დაკვირვება მეც როგორც ამ საქმის დილეტანტს მაქვს ამ შემთხვევაში, ხო? კიდევ თქვათ რა, აი რას მაგალითად აი წარმოვიდგინოთ, ხო? ყველაფერი რაც მობილურ ტელეფონს უკავშირდება პრობლემაა, მაგალითად ვარ სადღაც და მინდა რომ ვიდეო ზარით დაურეკო ჩემს შვილს და დამინახოს, ხო? ეს იგივე ტიპის სირთულეა და კიდევ სხვა დანარჩენები. ანუ თქვა წელიწადის და 2 თვისას ჩემსას. ასაკს გააჩნია. არა, თუ მე ვრეკავ და ამის ძალიან ბევრი რეკომენდაცია დაიდო, რომ თუ მე ვრეკავ 2 წლამდე ასაკში ოჯახის წევრთან იმისთვის რომ ვისაუბროთ, ამ შემთხვევაში ეს პრობლემა არ არის. უბრალოდ ეს არ უნდა იყოს ძალიან ხანგრძლივი, ეს შეიძლება იყოს 15 წუთი, 10 წუთი და ეს პრობლემა არ არის. გაჯეტების მთავარი პრობლემა გარდა იმისა, რომ ის აი ვიზუალური სტიმულაციის გამო იწვევს თავის ტვინის აგზნებას, არის ის, რომ კომუნიკაცია არ დგება. კომუნიკაცია სჭირდება 2 ადამიანი. აი, გავმიჩნდეთ კომუნიკაცია ენა და მეტყველება, ასე ვთქვათ. კომუნიკაცია სჭირდება 2 ადამიანი და რა არის კომუნიკაცია? მე თქვენ გზავნილს გიგზავნით, რომელსაც თქვენ იღებთ და მე უკან მიბრუნებთ. ეს შეიძლება იყოს არავერბალურიც, ხო? აი, ბავშვებთანაც, აი შეიძლება რაღაცნაირად მივანიშნო, გავხედო სათამაშოს, თვალ, აი ეს არის კომუნიკაცია. ენა ეს არის ლინგვისტური ერთეული, რომ მე რომ ვამბობ სიტყვა ბურთს, თქვენთვის ხატი ბურთი წარმოიქმნება და ეს შეიძლება იყოს წერილობითი, ეს შეიძლება იყოს ზეპირმეტყველების გამოყენებით და ასე შემდეგ. და არის მეტყველება, ჩემი ხმის და არტიკულაციის გამოყენებით მე თქვენამდე მომაქვს ინფორმაცია. ბავშვს განვითარებისთვის სჭირდება კომუნიკაცია. კომუნიკაციის გარეშე ბავშვი ვერ სწავლობს, იმიტომ რომ ის ამ კომუნიკაციის პროცესში აკეთებს მოდელირებას. თქვენი ემოციების, თქვენი სიტყვების, არავერბალური მინიშნებების. ხალე ადამიანი ბაძვის არსება. დიახ, შესაბამისად, როდესაც გაჯეტთან მაქვს ურთიერთობა, მე გაჯეტიდან ვიღებ ფაქტობრივ ცოდნას, კი ბატონო, მაგრამ გაჯეტთან არაფრით არ გამომივა კომუნიკაცია. სწორედ ამიტომ თუ იქეთ არის მამა მაგალითად, ან დეიდა და ის ჩემთან შემოდის კომუნიკაციაში, ეს დასაშვებია. მაგრამ თუ მე ვუყურებ და უბრალოდ იქ ვსწავლობ ფერებს, ფორმებს, აი რაც მოსწონთ ხოლმე ინგლისურ ანბანს, ამას კი ვსწავლობ, მაგრამ მაკლდება კომუნიკაცია და კომუნიკაცია არის უპირატესი ნებისმიერი ტიპის განვითარებისთვის, როდესაც ბავშვზე ვსაუბრობთ. და შეიძლება წით და ჩვენ, აი მაგალითად აუტისტურ სპექტრზე როდესაც ვსაუბრობთ, იქ ძირითადი გამოწვევა სწორედ ის არის, რომ შეიძლება ბავშვმა იცოდეს ფანტასტიურად ფერები, ფორმები,
ფაქტობრივი ცოდნა ქონდეს, მაგრამ შეკითხვაზე რა გქვია? არ გპასუხობ. მესმის. არ ხარ ნუ ფრაგმენტულია მისთვის ცოდნა და არჩევითი. დიახ. კი ბატონო. ხშირ შემთხვევაში, ვთქვათ, ნუ არის ალბათ ხშირივე სხვანაირი შემთხვევებიც, როდესაც დიდწილად ვთქვათ, მშობლები სხვა მიზეზით ვთქვათ, ტელეფონთან ტოვებენ ბავშვს, მაგრამ აი ხშირად ხდება ხოლმე მათ შორის ეგრეც, რომ აი ბავშვის კვების დროს ცდილობენ, რომ ვთქვათ, ყურადღება გადაატანინონ რამე, ვთქვათ, მულტიპლიკაციით ან სხვა რაღაცით, რაც მობილურ ტელეფონშია. ეს რა ტიპის, ვთქვათ, სირთულეს იწვევს, თუ იწვევს საერთოდ? ეს იწვევს სირთულეებს, მაგრამ ერთი მინდა აღვნიშნო, სხვა ქვეყნებში, სადაც მეტი გამოცდილება აქვს უკვე ხანგრძლივი გაჯეტების, იქ ამაზე ძალიან ბევრი კვლევა ტარდება და შეუძლიათ დააკვირდნენ ხანგრძლივ პერსპექტივაში, რა ხდება 10 წლის შემდეგ იმ ბავშვებთან, ვინც იკვებება გაჯეტით. კვლევები გვეუბნება, რომ ხშირ შემთხვევაში ეს არის რისკი კვებითი აშლილობების. და რატომ? როდესაც ბავშვს ამ გზით ვაჭმევთ, რეალურად რატო ვიყენებთ ტელეფონს? იმიტომ რომ არ ჭამს და ასე უფრო მარტივია. ეს ნიშნავს, რომ ის არ აკვირდება რა სჭამს, ის არ აკვირდება რამდენ სჭამს, ის არ აკვირდება მოსწონს თუ არა. ის უბრალოდ ეჩვევა, პირი გააღოს და საკვები თან რაც რამდენიც უნდა ბებიას და დედას, ხო, სინამდვილეში იმდენი მიიღოს. ეს როდესაც პატერნად წლების განმავლობაში არის, ის ასე გრძელდება. შედეგად ჭარბწონიანობას ასევე მისი ორგანიზმი დაისწავლის ამას, როგორც გარდაუვალ მოცემულობას და ასე პასუხობს თქვათ ამ რეფლექსს. ეგ ძალიან საინტერესო რაღაც არის. კი ბატონო, რახან თქვათ აი ამ ოპოზიციებზე ვლაპარაკობთ გარკვეულწილად, ხო? საინტერესო არის წიგნთან დაკავშირებით. ზოგადად კითხვა როგორც ფენომენი, ხო? ნუ ეს არ არის ევოლუციური აზრით, მაინც და მაინც თქვათ ხანდაზმული ამბავი ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ საკმარისად ვთქვათ დიდი ხნის რომ ადამიანს კონკრეტული ვთქვათ ჩვევები ჩამოეყალიბებინა ამ მიმართულებით. აი რაზე არის ადამიანის განვითარებაში პასუხისმგებელი, ნუ ჯერ ადრეული ასაკებიდან დავიწყოთ წაკითხვა მისთვის და ამ თვალსაზრისით ვთქვათ მხატვრული ლიტერატურის ენის მიტანა და მე უფრო გვიანდელ ასაკში, როდესაც ის ვთქვათ მეტნაკლებად დაეუფლება ვთქვათ კითხვის უნარებს, უკვე მისგან წიგნის წაკითხვა. პირველ რიგში, რადგან დავიწყეთ ვერნიკე და ბროკას უბნებით, ადრეულ ასაკში წიგნის წაკითხვა ბავშვისთვის, აი ამ კვლევებით, რაც თქვენ ახსენეთ, MRI კვლევებს რომ უტარებდნენ, აღმოაჩინეს, რომ სწორედ ვერნიკესა და ბროკას შორის აი ამ ნეირონულ წრეს შეკვრაში ეხმარება. და ამ წრის შეკვრა ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორედ ენამეტყველების განვითარებისთვის და იგივე სკოლაში აკადემიური მოსწრებისთვის. რაც უფრო ადრეული ასაკიდან იწყებს მშობელი ბავშვისთვის წიგნების წაკითხვას, გამოვლინდა რომ 5-6 წლის ასაკისთვის, ნახეთ როგორი განსხვავება, ბავშვი, რომელსაც დედა ან მამა უკითხავს ყოველ საღამოს, ის დაახლოებით 300,000-დან 500,000 სიტყვაზე მეტს ფლობს, ვიდრე ბავშვი, რომელსაც არ უკითხავენ. თავისთავად ეს შემდეგ აკადემიურ წარმატებაში ეხმარება ერთი მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ვსაუბრობთ პატარებზე და კითხვაზე, ხო? აქ რა თქმა უნდა არ იგულისხმება, რომ ბავშვმა უნდა წაიკითხოს იქ წიგნი. როდესაც ვსაუბრობთ 1 წლის ბავშვზე და 2 წლის ბავშვზე. აქ არის საუბარი იმაზე, რომ წიგნი გახდეს მისთვის სასიამოვნო აქტივობა მშობელთან ერთად. და როგორ უნდა გახდეს ეს თქვენ მესმის რომ ძალიან ინდივიდუალურია, მეც მეტნაკლებად აქ უკვე ჩემი ვთქვათ პროფესიით რაღაც ცოდნას ვფლობ, მაგრამ აი თქვენი ხედვით როგორ შეიძლება რომ ეს სასიამოვნო პროცესი გავხადოთ ბავშვისთვის. ადრეული მიწოდებით თუ მიწოდების რაღაც ფორმებით, რომელიც ხო და აი რა ფორმები არის? ადრეული მიწოდებით, რატო საუბრობთ ადრეულ მიწოდებაზე, ნახეთ, როდესაც 8 თვის 1 წლის ბავშვს ვუკითხავ მშობელი წიგნს, ეს არის მასთან პირდაპირი კომუნიკაცია, ხო? ეს არის ხმის ტემბრი, ხმის ტონი, ეს არის გაღიმება, ხო? ბავშვი ვერ აღიქვამს თავიდან იქ რა ხდება, მაგრამ მე აი ამ ემოციური შეფერილობით, რომ ძაღლი იყეფება, თავიდან ხო ესეთ წიგნებს ვაწვდით მარტივს. ой, აქ ბიჭია, ой, ეს რას აკეთებს, ხო? აი, ეს არის კომუნიკაცია, იმიტომ რომ ბავშვი უყურებს წიგნს, ბავშვი მიყურებს მე და მოსწონს თამაშია მისთვის ამ წიგნთან ურთიერთობაც და შემდეგ ნელ-ნელა შემოდის მარტივი წინადადებები და მე რთულდება. ამიტომ
თავარი რაც არის რომ მშობლისთვის უნდა იყოს ეს სასიამოვნო პროცესი და შემდეგ ბავშვს ზოგადად ადამიანს მე თქვენ ახლა რო გკითხოთ თქვენი ბავშვობის მოგონება რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი აუცილებლად წამოვა ემოციური მოგონება ხო თქვენ არ გახსოვთ ვინ გასწავლათ პირველად რომ მზე ამოდის აღმოსავლეთიდან ანუ ესე შეიძლება არ გახსოვდეთ მაგრამ პირველი ემოციური მოგონება ეს ყველას გვახსოვს როდესაც ბავშვისთვის წიგნთან ურთიერთობა ხდება სასიამოვნო იმიტომ რომ მშობლით არის გაშუალებული ეს უკვე იწევს წიგნის მიმართაც პოზიტიურ დამოკიდებულებას. ამიტომ პატარებთან აი ეს კითხვა რიტუალი ძილის წინა რატომ არის მნიშვნელოვანი? აქ ხო მარტო წიგნის კითხვაზე არ ვსაუბრობთ, აქ არის შეკითხვების დასმა. აქ შეგვიძლია ვკითხოთ, შენ რას ფიქრობ ამ პერსონაჟზე? შენც ხომ არ შეგეშინდა? როდესაც გეშინია რას აკეთებ? მეც იცი მეშინოდა სიბნელის, მაგრამ აი შემდეგ რაღაცა მოხდა და ეს არის რაც ეხმარება, ძალიან ეხმარება წიგნი მშობელსა და შვილს გახსნილ ურთიერთობებში, იმიტომ რომ აი ხშირად ვამბობ, ბავშვი პირდაპირ ესე ვერ გპასუხობთ. თქვენ რო შეეკითხოთ, რომ აბა ეხარ ისი გეშინია. 3 წლის ბავშვი ესე ვერ გიპასუხებთ. მაგრამ თუ ჩვენ მოთხრობაში განვიხილავთ ამ ამბავს, რა თქმა უნდა, მისთვისაც უფრო მარტივია, რომ თქვათ, რომ აი როგორც იმ პერსონაჟს მეც სადღაც ესე მომსვლია. და მე ვეხმარები როგორც მშობელი და უშუალოდ სტრატეგიები მივაწოდო, რომ როდესაც გეშინია, რა შეიძლება გააკეთო. ხო, წიგნი როგორც ადამიანის გამოცდილებათა ჯამი, რომელსაც ჩვენ განვითარებისთვის ვიყენებთ. საინტერესო არის თქვენი დამოკიდებულება ბეჭდური და ელექტრონული წიგნებისადმი, ხო? ეს ძალიან საინტერესო ამბავია, იმიტომ რომ თუ ამ ყველაფერს მეტნაკლებად ზედაპირულად შევხედავთ, ხო, იყო და არა იყო რა, თქვათ ასეთი ფრაზა ბეჭდურ წიგნშიც ასე წერია, ხო, ელექტრონულშიც ასე წერია და აგერ ზეპირადაც თქვათ რაფსოდული გზა რო გამოვიყენოთ, ეგრე გამოითქმის, ხო? ანუ შინაარსთან დაკავშირებით აქ კონფლიქტი არ არსებობს. რასთან დაკავშირებით არსებობს თუ არსებობს? გეტყვით, სად არსებობს კონფლიქტი. ისევ და ისევ გაჯეტთან, რომელიც მიყვება ზღაპარს და არსებობს ბევრი აპლიკაცია ახლა, რომელსაც შეუძლია ჩართოთ და ბავშვს მოუყვეს მოთხრობები. აბარჩიოთ მისთვის საყვარელი ხანგრძლივობა და ასე შემდეგ. ისევ და ისევ აქ არ არის ცოცხალი კომუნიკაცია. გაჯეტი არ ჩერდება და კითხვას არ უსვამს ბავშვს. ახლა როგორ გრძნობ თავს. ასევე ბავშვიც გაჯეტს არ აჩერებს. ეს ერთი, ანუ კომუნიკაციის ნაწილი აქ ისევ მაკლდება. მეორე, აი როგორც ნეიროფსიქოლოგმა რო ვთქვა, როდესაც ბავშვს წიგნთან აქვს შეხება, აქ არ არის მარტო უკვე ენამეტყველება. აქ არის ვიზუალურ სივრცითი კომპონენტი. მოტორული არის გადაშალა ეს წიგნი. არის აი წიგნები პატარებისთვის, აი თითქოს უნდა ჩაყო და მოძრაობს შიგნით, ხო? ეგ თითქოს ბურთის როლა ანტრიალებს და ეს ბავშვი აქტივობაში არის ჩართული. რაც უფრო მეტი უბანი არის აქტიური ამ დროს, ხო, მით უფრო კარგად ხდება დასწავლა. ასევე წიგნში ბავშვი იმახსოვრებს ძალიან ხშირად, რომ აი მარცხენა მხარეს ხატია მგელი, რომელიც მისდევს, შემდეგ მელიას დაუშვათ, ხო? აქ ვიზუალურ სივრცით უნარებით შემოდის. გაჯეტი ნახეთ რას აკეთებს და ამაზეც კვლევები ჩაატარეს, იმიტომ რომ ეს კითხვები ბუნებრივად გაჩნდა. როდესაც ბავშვს თუ უჭირავს თავად გაჯეტი, ის უფრო მობილიზებული არის, რა ღილაკს დააჭიროს ისევ. ან პაუზას ღილაკს დააჭიროს, ან გადავიდეს უცებ სწრაფად შემდეგზე, ეს არ მოეწონა გააჩერა განხილვის გარეშე, ხო? ამიტომ აქაც უპირატესობა ენიჭება წიგნს და რაც აღნიშნეთ წეღანა ეს ნეირონული კავშირები ვერნიკესა და ბროკას შორის ეს კვლევებმა დაადასტურა, რომ წიგნის დროს უფრო მეტად აქტიურდება, ვიდრე ელექტრონული წიგნის. ბეჭდურ წიგნს გულისხმობ. ბეჭდურ წიგნს, დიახ, ბეჭდურ. საინტერესო კვლევაა, თუმცა ვიცი რომ ამაზე რაღაც დავა მიმდინარეობს, რომ შეიძლება ვთქვათ, ოდესმე ელექტრონულად წიგნმაც ეს ფუნქცია სხვადასხვა ვთქვათ, ვერიფიკაციის მერე, ხო, მაგრამ აქაც ნახეთ მაგრამ ხო, ჯერჯერობით ეს მოცემულობა და ეს მოცემულობა თავის მხრივ გულისხმობს უკიდურესად ასწრაფებულ დროს, რომელიც სივრცეს და დროს ერთად გარკვეულწილად თუ სივრცეთ ჩვენ აღვიქვამთ, მაგალითად თქვენ ერთგან საუბრობდით, მაგალითად ანიმაციას, ხო? თანამედროვე ანიმაციები და სხვადასხვა ტიპის ვიზუალური მულტიპლიკაციები, სხვადასხვა ტიპის ვიზუალური მედიები დაფუძნებულია იმაზე, რომ ჩვენ ცხოვრობთ ასწრაფებულ საუკუნეში და შესაბამისად ინფორმაცია, მათ შორის ისეთი, რომელიც ესთეტიკურ შიმშილსაც გვიკლავს, უნდა მოგვეწოდოს სწრაფად და ფრაგმენტულად.
და შესაბამისად თქვათ, აი TikTok-ის ალგორითმი რაც არის ნაწილობრივ Instagram-ის, გარკვეულწილად ალბათ სხვა სოციალური ქსელებისაც არის დაფუძნებული ძირითადად ამაზე, რომ შენ ამბავი მოგეწოდოს მოკლედ და შეძლების დაგვარად შესაბამისად, რომ შენ რაღაც ინფორმაცია მიიღო. აი თანამედროვე მულტიპლიკაციების შემთხვევაში დიდწილად თქვათ ალგორითმი არის აწყობილი სწორედ ამაზე, ხო? და შესაბამისი ხალხი ვინც ამას თქვათ სწავლობს, ბუნებრივია იცის მოთხოვნა და ამის მიხედვით აკეთებს ამ ამბავს და მე თვითონაც გამომიცდი ეს, იმიტომ რომ როგორც წესი შერეული მეთოდით ვასწავლი ხოლმე ბავშვებს და ანიმაციებს ხშირად ვაჩვენებ. როგორც კი ჩავრთავ ჩვენებაში ძველ ანიმაციას, უკიდურესად მიჭირს მათი ყურადღების თქვათ გადატანა და კონცენტრირება ამ ანიმაციაზე. ხო ზოგი საერთოდ არ უყურებს, ზოგი ნახულობს რამდენი დარჩა იმაზე, რომ აი მალე დამთავრდება, ის კი არა იქ რა ხდება, მაგრამ როდის დამთავრდება და ძალიან იშვიათი მათგანი ერთვება ხოლმე ამ ამბავში. და რო ჩაურთო მაგალითად, რა ვიცი, რაღაც ტიპის თქვათ თამაშის ვიდეო ჩანაწერი, ხო? რა ვიცი, რაღაც უამრავი თამაშები არსებობს, რომელიც ჩემთვის სულად გაუგებარია იმას, როგორ უნდა უყურო ადამიანმა, ხო, რაღაც კუბიკი გარბის და მეტი არაფერი არ ხდება. იმას შეიძლება დაუსრულებლად უყურო. აქ ძალიან პატარებზეც აღარ ვლაპარაკობ, მეორე კლასელზეც და მესამე კლასელზეც. ამ შემთხვევაშიც მოდით გავმიჯნოთ ანიმაციებიც. არის დღეს ხარისხიანი ანიმაციები, რომელიც ძალიან კარგად წარმოაჩენს და ეხმარება ბავშვს რაღაცა ამბის გადამუშავებაში. მაგალითად Inside Out არის ესეთი ანიმაცია, რომელიც ემოციების რეგულაციაზე არის. Pixar-ი ირებს, ომელეტო ირებს, ბევრი კარგი კომპანია. და ამასაც ბავშვები უყურებენ. თუმცა, აი მასიურად რაც არის თქვენ ახლა რასაც საუბრობთ, ეს ნამდვილად არის უფრო ესეთი ასტრაფებული და აი როდესაც ვთქვათ რატო არ შეუძლია დაელოდოს ნახეთ მე როდესაც 2 წლის ასაკიდან მიჭირავს ხელში გაჯეტი და შემიძლია წამში შევცვალო და არა მარტო აქ შევცვალო აი ჩვენ როგორ ცხოვრობთ მე მომინდა ხინკალი შევკვეთე მე არსად არ მივდივარ მე არსად ლოდინი არ მიწევს რიგში დგომა არსად არ მიწევს ბილეთს ონლაინ ყიდულობ ყველაფერი არის ასტრაფებული ჩვენთვის გურულებისთვის შეიცვალა სამყარო ყველასთვის შესაბამისად ნახეთ ჩვენ გვიხარია შუბლის წილი რომელიც პასუხისმგებელი არის იმაზე რომ მე იმპულსი შევაკავო ის საბოლოო ჯამში ვითარდება 25 წლის ასაკში. კი, ვამბობენ რომ ეგ არის ზღვარი 25 წლამდე ადამიანი. მე 3 წლის ასაკში ნამდვილად არ მაქვს შუბლის წილი ესა განვითარებული და ამიტომ მე უნდა დამეხმაროს გარემო რომ იმ 25 წლის ასაკში მე უკვე შემეძლოს იმპულსი შეკავება. და ეს გარემო სამწუხაროდ ამას აბსოლუტურად არ ეხმარება. ეს გარემო პირიქით აკეთებს რომ მე 25 წლის ასაკშიც მიჭირს შეკავება, ამიტომ უფრო ფეთქებადი ვარ ამიტომ უფრო იმპულსური ვარ და პირველ და მეორე კლასში არ არის გასაკვირი რომ მე უკვე რო ვუყურებ რომ 25 წუთიანი არის ეს ანიმაცია ძალიან მეზარება და თან იქ ნელა საუბრობენ მონოტონურია აი რაღაც ეტაპზე წიგნებს რო ვკითხულობდით მე მქონდა ეს რომ აი ძალიან მეჩქარებოდა და ბოლოს ვკითხულობდი ხოლმე რომ თუ მაინტერესებდა და მე რო ბრუნდებოდი და ხო მაგრამ ეს კიდევ უფრო აჩქარებს ახლა წარმოიდგინეთ რომ აი წამებში შეგიძლია გადაწიო და ნახო რა ხდება. კი ბატონო, მოდი ADHD-ზეც ვთქვათ. ორი სიტყვა დღეს ძალიან ხშირად ლაპარაკობენ ამაზე, ხო? მე არ მინდა გამოვიყენო სიტყვა პოპულარული და მოდური, იმიტომ რომ ეს ძალიან შეურაცხყოფელია იმ ადამიანებისთვის, ვთქვათ, ვინც ამ სპექტრის ნაწილია და რაღაც სრულად არასწორი და გაუგებარი ტერმინი. მაგრამ, სად უნდა გავავლოთ ზღვარი ხასიათობრივ ტიპურ ხასიათობრივ მოცემულობას შორის, რომელიც შეიძლება შენივე კარნახით იოლად იცვლებოდეს, უბრალოდ რაღაცა მეზარება მაგალითად და თუ ოდნავ მოვინდომებ შვები უპრობლემოთ და თქვათ ADHD-ს შორის. ADHD-ზე როდესაც საუბრობთ, ვიცით რომ ძალიან გაზრდილია ზოგადად აი ამ დიაგნოზი ასე ვთქვათ. და განვითარებულ ქვეყნებში ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ეს ჰიპერდიაგნოსტირება ხდება, მართლა გაიზარდა თუ რა მოხდა. ერთი როგორც აღნიშნეთ ეს გაჯეტები და ასწრაფებული ცხოვრების სტილი ხელს უწყობს ბავშვს რომ იმპულსი შეკავება გაუჭირდეს და შესაბამისად ნაკლებ შეძლოს ყურადღების კონცენტრირება. სად უნდა გავავლოთ ზღვარი? როდესაც საუბრობთ ADHD-ზე როგორც დიაგნოზზე მეტნაკლებად ეს ბავშვის ფუნქციონირებას ხელს უშლის.
ან დასრულის რა კუთხით, რომ სწავლაში სირთულეები ექმნება. არა ის რომ ინტელექტის პრობლემა აქვს, მაგრამ იმდენად უჭირს ყურადღების კონცენტრირება, რომ მუდმივად ავიწყდება მაგალითად დავალება რა მისცეს. აი იქ ვერ მოусმინა მასწავლებელს და ვერ მიყვება სასწავლო პროცესი. ყურადღების კონცენტრაციის ხარჯზე. როდესაც ეს არის ან ხასიათი, ან ასეთი მცირედი დახმარება სჭირდება, ერთ და მეორე შემთხვევაში ჩვენ მშობლებს ვაძლევთ რეკომენდაციებს, როგორ დაეხმაროს გარედან. თუ ეს არ არის ADHD, ეს გარედან დახმარება უფრო მეტად ეხმარება, ნახეთ? და იმ შემთხვევაში უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება. ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაშიც რიგ შემთხვევაში მედიკამენტებსაც იყენებენ და ამაზეც გულწრფელად რო გითხრათ, ორაზროვანი დამოკიდებულება არის. ჩვენთან ამ მედიკამენტებს არ იყენებენ და სამედიცინო მართვა სამწუხაროდ ამის ესე ვერ ხდება. იქაც უბრალოდ დაობენ, რომ შეიძლება არის საჭირო მედიკამენტი. სამწუხაროდ რატო თქვენ რომელ მიდგომას ემხრობთ? მე ვემხრობი მიდგომას, რომ ყველა შემთხვევაში მედიკამენტი არ არის საჭირო და უკიდურეს შემთხვევაში არის მედიკამენტი საჭირო, სადაც მართლაც უჭირს ადამიანს მედიკამენტის გარეშე, ასე ვთქვათ, აი ამ იმპულსის შეკავებას. იქ საჭირო არის. მაგრამ აი მაგალითად ფსიქოთერაპიის შემთხვევაშიც ხშირად ADHD-ის შემთხვევაში ეხმარებათ, იცით, ბავშვებს, იმიტომ რომ ემოციურ რეგულაციას რო სწავლობს, ნაკლებად ხდება, ასე ვთქვათ, ნაკლებად ხდება ეს ხელის შემშლელი. არსებობს ასევე თეორიები, რომ საერთოდ ეს არის ადრეული მიჯაჭვულობის დარღვევა გარკვეულწილად, სადაც შფოთვა არის მომატებული და ამის გამო არის, მაგრამ იქაც ეს არ გამორიცხავს, რომ რიგ შემთხვევაში უკვე როდესაც ეს ნეირონული კავშირები ისე არის დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ მე მედიკამენტის ჩარევა შეიძლება დამჭირდეს, ხო? ამიტომ ძალიან ინდივიდუალური მიდგომით უნდა მოხდეს დიაგნოსტირება ერთი და შემდეგ ჩარევა, მხარდაჭერა, რომელიც სჭირდება ბავშვს. რა პერიოდში ხდება, უფრო უკეთრო ვთქვათ, რა დროს არის უმჯობესი ამგვარი დიაგნოსტირება, როდის გამოიხატება, ვთქვათ, ის ნიშნები, რომელთაც შეიძლება ვთქვათ, ჩვენ ეს მოცემულობა შევამჩნიოთ, არის თუ არა ის თანდაყოლილი და ხდება თუ არა შეძენილი ფორმებით. კარგი შეკითხვა, ანუ როდესაც ვსაუბრობთ ADHD-ზე, იდეაში ითვლება, რომ სასკოლო ასაკი როდესაც იწყება, ძირითადად მაშინ მიმართავენ, იმიტომ რომ საგაკვეთილო პროცესზე მათი გაჩერება არის რთული, ან აკადემიურ პროცესებთან მიმართება შეგვიძლია სირთულებით. პატარების შემთხვევაში აი გქონია, რომ იმდენად უჭირს კიდევ ერთხელ როგორი გამოხატულია, რა მე მინახავს ბავშვი, რომელიც შემოსულა ოთახში და 5 წამი ვერ ჩერდება. აი ესე წარმოგიდგენთ, რომ დადის ყველაფერს ხელს კიდევ სულ მოძრაობს. ხა ეს 4 წლის ასაკშიც ჩანს ნათლად, გამოხატულია და მე ვარაუდობ, რომ აქ ADHD იქნება, თუმცა ისევ გურია გამახსენდა. ბატონო? ისევ გურია გამახსენდა, უნდა ჩაურთო ეს ანეკდოტი, იმიტომ რომ ძალიან ახლოს არის და ვერავით ვერ ავაცდენ გურიაში ერთი სტუმარი მივა გურულთან და და ეუბნება, რომ რა კარგი ბავშვები გყავთ, რა ცელქი ბავშვები გყავთ, რა კარგიო და გურული ეტყვის, რომ ერთია მაგია. ისეთი ცელქია, რომ რამდენიმე ჩანს. აი, ჩავთვალოთ, რომ კი ბატონო, ასე დაახლოებით, ასე აკეთებენ ხოლმე, მაგრამ აქაც 4 წლის ბავშვთან ხა მედიკამენტის ჩარევა, რა თქმა უნდა, არ არის. მაგრამ შემჩნევა შესაძლებელია. ვარაუდი და ნახეთ მე იქ ვითვალისწინებ რომ მას მხარდაჭერა სჭირდება და ვიწყებ 4 წლის ასაკიდანვე სწორი სტრატეგიულ მხარდაჭერას გარემოდან რომ მაგალითად ვეუბნებით რომ აი მისთვის 5 წუთიც თუ დაჭდა და აქტივობა გააკეთა მიეცით საშუალება ადგეს გაიაროს გამოიაროს აი არის შემთხვევები რომ ნუ დასვამ წკამზე სახტუნაო ბურთი მიეცით და აი ამ ბურთზე იხტუნაოს და თან ისე დახატოს ამით უფრო დიდხანს გაძლევს. ანუ რაღაცა სხვადასხვა სტრატეგიებს ვაძლევთ მშობლებს და ნუ თერაპიული ჩარევაც ეხმარება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ იმპულსის შეკავება არის გავარჯიშებადი. რაღაც მოცემულ საზღვრამდე, ხო? ვიღაცის შემთხვევაში უფრო მეტად, ვიღაცის შემთხვევაში უფრო ნაკლებად. კი ბატონო, საინტერესო არის როგორი არის, თქვათ, ამ შემთხვევაში ჩვენი კულტურა ამ ტიპის, თქვათ,
კურნალობების მიმართ. ანუ რამდენად ტოლერანტულია ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში გულისხმობ იმას, რომ არსებობს ერთგვარი შიშები, ხო? ყველაფერი იმის, რაც ფსზე იწყება, ფსიქ რაც თქვა ამ შემთხვევაში შეიძლება წინა პრეფიქსად წარმოდგეს, უკვე ნიშნავს რაღაც შიშს, ხო? ნუ ფსიქოლოგთან, ფსიქოთერაპევტთან, ფსიქიატრთან მისვლა დიდი პრობლემაა, მით უმეტეს ეს რაღაცნაირად უსიამოვნო ამბავი არის და მესმის ეს რაღაცა ის არის, რა ქვია, გაუგებარი ჩემთვის რატო ხდება დიდწილად თქვა სხვა ტიპის ინერციის ნაწილი ვართ, კიდე ადამიანური ფაქტორიც ერთვება, თორემ ბავშვს ეხება საქმე, ხო? რამდენად თქვა იოლად მოდიან მშობლები, რამდენად არის ამ თვალსაზრისით ინფორმაცია შესაბამისად მიწოდებული და სტიგმა დარღვეული. დღეს როგორ აკვირდებით თქვენ? მათ შორის ალბათ დედაქალაქიდანაც გადიხართ, ხო? სხვა კონტექსტი არსებობს ქვეყანაში და აქაც საინტერესოა რა ხდება. ზოგადად აი 20 წლიანი პრაქტიკა მაქვს, ასე ვთქვათ, და რომ შევადაროთ რა ხდებოდა 20 წლის წინ. აი მაშინ მახსოვს, რომ ბავშვების რაოდენობა ნამდვილად რომ ანუ მშობელი როდესაც მოგმართავდა ბევრად ნაკლები იყო და ბევრად მეტი არის ახლა. ეს არ არის მხოლოდ იმითი ერთი რომ ზოგადად გაზრდილია რაოდენობა ბავშვების, რომელთაც გარკვეული ტიპის სირთულეები აქვთ ადრეულ ასაკში. ძირითადად ენამეტყველების კუთხით ან იმპულსის შეკავება უჭირთ. ბევრად გაზრდილია, მაგრამ მეორე ნამდვილად არის ის, რომ აი ამ სატელევიზიო სივრციდან თუ სხვადასხვა პლატფორმებიდან წასული ინფორმაცია მშობლამდე მიდის და უფრო ადრე მიმართავს ფსიქოლოგს. არის რა თქმა უნდა სტიგმაც, ნამდვილად არის და ამ სტიგმის მიღმა ძირითადად არის შიში. ყველა მშობელს ეშინია, მე მქონია ესეთი გამოცდილებაც, რომ მშობელმა მოიყვანა თავად ერთი თვე ელოდა რიგს და რომ მოიყვანა და გავუჟღერეთ დიაგნოზი, აი ვიცოდი რომ არ უნდა მომიყვანაო თქვა. აი ვეკითხები რომ თქვენ ხო თავადაც ხვდებოდით და მაგიტომ მოიყვანეთ. კი, მაგრამ რომ გაჟღერდა, სახელი რომ დაერქვა, კიბნეული იყო, რომ ხო. აი ეს ძალიან ისეთია და ამიტომ სულ ამბობ ხოლმე რომ მშობლებს ხარდაჭერა სჭირდებათ აუცილებლად, მაგრამ მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ და ითვალისწინებენ ძირითადად რომ რაც უფრო ადრე ხდება მიმართვა. და გააზრება ნახეთ რისი რომ თუ მივედით ადეკვატურ სპეციალისტთან დიაგნოზი არ ხდება დიაგნოზისთვის. მე არ მიყვარს სიტყვა დიაგნოზი, იმიტომ რომ ხშირად აი სკოლებში ითხოვენ, ბაღებში ითხოვენ და იარლიყი ხდება მერე სწორედ სტიგმისთვის. მე რაში მჭირდება როგორც სპეციალისტ, ნუ დავარქმევთ საერთოდ ნურანაირ დიაგნოზს. მე მჭირდება ვიცოდე, რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდება ბავშვს, რომ მისი განვითარების მაქსიმუმი გამოვლინდეს და მე როგორ შევუწყო ამას ხელი. კი ბატონო, მაინც ვთქვათ, მე მესმის რომ აქ ასე დაბეჯითებით ლაპარაკი რთულია, მაგრამ როგორც წესი დიდწილად დროული ვთქვათ შემჩნევის, ნუ დავარქმევთ დიაგნოზს, კი ბატონო, შემჩნევის შემთხვევაში სხვა ვთქვათ დარღვევის მიმართულებით, როგორც ვთქვათ მედიცინაში ამბობენ, შედეგი არის კეთილსაიმედო, ხო? დიახ, კი ბატონო, რაც უფრო ადრე ხდება ჩარევა, ინტერვენცია და სწორი მხარდაჭერა, ისევ რომ შევხედოთ, როდესაც ბავშვს ვეხმარებით სიარულში, ის იწყებთ სიარულს. სამწუხარო რეალობები არსებობს ხოლმე, როდესაც სადღაც იპოვეს ბავშვები, რომელიც 10 წლამდე ისეთ გარემოში იზრდებოდა, სადაც არ დადიოდა, ის ვეღარ სწავლობს სიარულს. თავის ტვინს აქვს თავის ლიმიტი. მაგალითად, ენამეტყველებისთვის კრიტიკული არის 2 წლამდე, 3 წლამდე. სიარულისთვის? სიარულისთვის ნახეთ 5-6 წლამდე კუნთი, როდესაც ანუ განლევა ხდება კუნთის, როდესაც კუნთი ვერ აქტიურობს. კრიტიკული ზღვარი მაინც სად არის? იცით რა, სიარულზე მე უფრო გამიჭირდება თქმა და ალბათ ექიმმა უნდა თქვას, უფრო ნევროლოგების კომპეტენცია არის, თუმცა აი ხა რატომღაც გამახსენდა ერთ-ერთი ბიჭუნა მართლა ინდოეთში იპოვეს, რაღაცა ქათმებთან იზრდებოდა 10 წლამდე და ნუ გადაადგილდებოდა 4-ზე. დასწავლილი ქონდა სხვა. შესაბამისად იმას ვასწავლოთ, ეხლა რომ გაიმართოს და დაიწყოს სიარული, ატროფირებული არის კუნთი თავის ტვინი. ბიოლოგიურად რეალურად ჰომო ერექტუსი არ იყო. ყველანაირად იყო, მაგრამ ნუ ესე გამოხატულა და
შესაბამისად თავის ტვინიც ასეთივე კუნთს გავს, რომელსაც სჭირდება აი ესეთი სწორი მხარდაჭერა და თუ არ მოხდა აი მეტყველებაზე შემიძლია მაგალითად უფრო ვთქვა რომ 5-6-7 წლამდე თუ ბავშვისთვის ენა მეტყველება ფიზიკურად არ იყო ხელმისაწვდომი და უშუალოდ თუ არ ესმის მას გარემოდან შესაბამისი კომბინაციები ენობრივი ის ვეღარ ისწავლის. შეიძლება ცალკეული სიტყვები ისწავლოს, მაგრამ ეს არ იქნება ის ენა, რასაც ჩვენ ვიყენებთ კომუნიკაციაში. რატომ არის ახლა უცებ სპონტანურად თითქმის ყველასი კითხვა ალბათ სადაგზა ეგრე დაიბადა, მაგრამ ეხა ამ წუთას ძალიან დამაინტერესა ამან. ანუ კონკურენციაში, რომელიც პარალელურია. აი თქვათ რომ წარმოვიდგინოთ, რომ მეტნაკლებად ეს თანაბრად ხდება. ანუ გულისხმობთ ციფრული სამყაროს მონაწილეობას და თქვათ მშობლების, რომლებიც მაგალითად ლაპარაკობენ, ხო? თუ თანაბარია მაინც ციფრული უგებს, იმისი ემოციური ხვედრით წილი მეტია? კი, და გეტყვით რატომ? მათ გავდივართ აბსოლუტურად დოფამინზე. ციფრული სამყარო აწყობილი არის ისე, რომ გარდა იმისა, რომ სწრაფად იცვლება, იქ ჩვენ მუდმივად ჩვენთვის სასიამოვნო რაღაცას ვუყურებთ, ხო? ანუ ადამიანი ცდილობს უსიამოვნოს არ უყუროს. შესაბამისად, იქნება ეს თამაში, თუ იქნება ეს თუნდაც სკროლვის დროს რაღაცა ინფორმაცია, სასიამოვნოს, როდესაც ვაწყაპუნებ და მომწონს, ან ვუყურე, ან ვინახავ, ალგორითმი არის ისე აგებული, რომ შემდეგ ჯერზე იგივეს მაყურებელს. ეს ნიშნავს იმას, რომ მე მუდმივად ვჯდები სიამოვნების წყაროზე, ესე ვთქვათ, რაც არის დოფამინი. დოფამინს აქვს ესეთი თვისება, როდესაც ის გამოიყოფა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, სიამოვნების ზღვარი, აი თუ მე მჭირდებოდა 5 წუთი ყურება და ვიყავი კმაყოფილი, ახლა 10 წუთი მჭირდება. იმისთვის, რომ იგივე ტიპის კმაყოფილება მივიღო. შესაბამისად 10 წუთის ყურების შემდეგ უკვე ხვალდაზე 15 წუთი მჭირდება. ნარკოტიკივით არის რა რეალურად და მუდმივად მჭირდება მე მაქსიმალურად მეტი. და აქაც მე გადავდივარ აგზნებაში რიგ შემთხვევაში და ეს აგზნებაც რა თქმა უნდა ცუდად მოქმედებს. ანუ რეალურად თანაბარ ან თუნდაც მცირე კონკურენციისას ეს გარემო თქვათ მოცემულობა, რომელიც თქვათ აქეთ ემპირიულ მოცემულობაში გვაქვს, სადაც ჩვენ ყოფობთ, მარცხდება გარდაულად ციფრულ სამყაროსთან. მაშინ რა არის პროცენტული წილი, რომელიც გარდაულად გაიზრდება ადრე თუ გვიან, ხო, რომელიც ნელ-ნელა უნდა შემოვიდეს, თქვათ, თანამედროვე ბავშვის ცხოვრებაში. ამ ეტაპზე მოდით ესე შევხედოთ. ჩვენ არ ვიცით 20 და 30 წლის შემდეგ რა იქნება და ეს ევოლუციური ცვლილება თუნდაც ჩვენი თავის ტვინის როგორ აეწყობა, ხო? განსაკუთრებით ბავშვები, რომლებიც უკვე დაბადებიდან იბადებიან ფაქტიურად და იწყებენ უკვე მეტნაკლებად იციან. დიახ, ჩვენც ხო გვიან დავიწყეთ. ისინი უკვე სხვა თაობა არიან. ჩვენ ნეოფიტები ვართ. კი ბატონო. ამ ეტაპზე რეკომენდაცია არის ასეთი, რომ 2 წლამდე არავით არის გარდა კომუნიკაციისა ოჯახის წევრთან. შემდეგ არის 9 საათი მაქსიმუმ 1 საათი 5 წლამდე ისიც მშობლის და ზრდასრულის თანხლებით. ტელევიზორის ყურებაზეც არის ლაპარაკი. იცით რა, ტელევიზორის ყურება შეიძლება უფრო და უშუალოდ ხანგრძლივი იყოს, მაგრამ არა ერთჯერადად, არა ის რომ დაჯდა და 2 საათი გაატარა და იქაც სასურველი არის რომ მშობელი იყოს. ეხლა მე მახსოვს რაღაცებს უხსნიდეს, უნებოდეს, აი მგელი გამოვიდეს. ეს ადრე 2 წლამდეც? არა, 2-დან 5-მდე. 2 წლამდე სრულიად გამორიცხულია. არანაირად სრულიად გამორიცხულია, უამრავმა კვლევამ დადო, ეს არ არის ერთი კვლევა, ეს არის 10,000-ობით და 20,000-ობით ჩატარებულ ბავშვზე კვლევა, რომ აზიანებს. უფრო მეტი ზიანი მოაქვს ვიდრე აქ ახლა რაღაცა ესეთი პერფექციონისტული პანიკა რო არ ჩაერთოს, მოულოდნელი გახედვები ტელევიზორისკენ არ იგულისხმება. არა, რა თქმა უნდა, ეს არ იგულისხმება. მესმის. ეს გულისხმობს რომ მივცეთ ბავშვს ესე გაჯეტი და უყუროს ან კვების დროს. ან ტელევიზორს. ან აი მუდმივად დავსვათ ტელევიზორთან კიდე აი გაჩნია სიახლოვეს, აი მე მინახავ ძალიან ახლოს და უზარმაზარი ეკრანი, ხო და ბავშვი აი ბავშვი ხო ვერ აღიქვამს რას უყურებს. აღიქვამს როგორც ვიზუალურ ხატებს, რაც უნდა სიუჟეტი მე ვაჩვენო 2 წლამდე. ფიზიკურად ვერ აღიქვამს ბავშვი ამას. წიგნზეც რაზე ვსაუბრობდით, რომ ვასახელებ, უიეს ზაღლია, ხო? იქ არ ვყვები მე რაღაცა უზარმაზარ ამბავს. ცოტა ზედაასაკში უკვე რომ დავუბრუნდე თქვენ შეკითხვას, აი 5-6 წლიდან ასაკში. აქ უკვე საუბარი არის 2 საათი, მაგრამ ამ 2 საათშიც ასევე იგულისხმება, რომ რაღაცა უნდა უშუალოდ პრეზენტაციების აწყობა. მე უკვე შემოდის ამბავი რას. ინფორმაცია
ერთი რას შინაარს როგორ ვაკონტროლებ და მეორე იქაც მშობლის ჩართულობა მაქსიმალურად. პატარა ბავშვი მაგალითად 3-4 წლის ბავშვი რას აკეთებს იცით რომ თვითონ ტელევიზორს უყურებს შენს გეძახის რომ აი მულტფილმი თან უნდა გაგიზიაროს თვითონ გეძახის. ცოტა ზედა ასაკის ბავშვი თუ უკვე ეს ჩავუკალით აღარ გეძახის. ამიტომ იმ შემთხვევაში ისევ მაშინ ჩვენ უნდა დავიწყოთ აქტიურობა თუ არა და აქვს ეს გაზიარების მოთხოვნილება და სურვილი. და უკვე ცოტა 9-10-11 წლის ასაკში ისევ რჩება 2-დან მაქსიმუმ 3 საათი, მაგრამ ისევ ეხა ნახეთ ჩვენი რეალობა რა არის. ბავშვი დილით მიდის სკოლაში 9 საათზე. ძირითადად კერძო სკოლების პრაქტიკა რა არის? 4-5 საათამდე ბავშვი იქ არის. მერე მოდის და მე თუ 3 საათი მან გაატარა გაჯეტთან ნახეთ, ფიზიკურად სივრცე აღარ მრჩება კომუნიკაციისთვის, არავითარი სივრცე არ მრჩება რა წიგნზე, ანუ არც წიგნისთვის და სივრცე მრჩება მხოლოდ მე უნდა დაიძინოს. ან მე იწყება რომ დავალებები გააკეთე. მოვგლიჯო დოფამინს მე უნდა ისევ იმისთვის რომ გააკეთოს ის რაც მისთვის უკვე უსიამოვნოა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ნახეთ რა განსხვავება არის გაჯეტთან ურთიერთობა, რადგან დოფამინზე პირდაპირ გავყავარ და ის სასიამოვნო გახდა წიგნს ეს დოფამინი პირდაპირად არ მოაქვს. მე თუ იქ ემოციური კომპონენტი არ ჩავრთე როგორც მშობელმა, რომ ჩემთან ერთად წიგნის კითხვა გახდეს სასიამოვნო პროცესი, ის არის რაღაცა სავალდებულო, მაიძულებენ და უსიამოვნო. თანამონაწილეობა არის გარდაუვალი ნაწილი. თანამონაწილეობა არის ყველაზე კი ბატონო, და ბოლოსკენ მაინც აი წიგნთან დაკავშირებით, ხო? თანამედროვე ეპოქამ ბუნებრივია კოლოსალური გამოწვევა შემოგთავაზა, მაგრამ არსებობს სხვა მოცემულობებიც, ხო, რომელიც გრძელდება პარალელურად. მე მახსოვს, რომ აი ჩემს ბავშვობაში ვთქვათ, ბავშვები, რომლებიც ბევრს კითხულობდნენ, ხო, მაინდა-მაინც ამ სოციალური სუბკულტურების გამო, ეხა ეს სხვა რაღაცა არის აბსოლუტურად, რომ ეს კითხვათ, ეხა მაგაზე არ ვლაპარაკობ. ანუ სხვა თვალსაზრისით, ვთქვათ, არ იყვნენ წახალისებული, იმიტომ რომ ამბობდნენ, რომ ვთქვათ, აი შეიძლება ფიზიკურად ვერ განვითარდეს დღე და ღამე წიგნთან. აი აქ როგორი მოდელები არის სასურველი, აი მაგალითად წიგნთან ურთიერთობა ბავშვის, ასაკობრივი, ვთქვათ, საფეხურების გავლისას როგორ უნდა მიმდინარეობდეს, ბეჭდურ წიგნს გულისხმობ, ხო, რომელიც მესმის რომ არის ძალიან მკვეთრი გონებრივი აქტივობა, მაგრამ ამავდროულად ნაკლები ფიზიკური. ესეც როგორ გამოვიყენებთ წიგნს, დამოკიდებულია მაგაზე, ხო? იმიტომ რომ უამრავი წიგნს სხვა ჟანრი არის, არსებობს მხატვრული ლიტერატურა და არსებობს წიგნები, მაგალითად, რომელიც ესეთი შემეცნებითი არის და გვიყვება მცენარეებზე და მე შემიძლია ეს წიგნი გამოვიყენო იმისთვის, რომ ერთად წავიდეთ ტყეში, თან მოვაწყოთ პიკნიკი, თან აი მცენარეები დავრგოთ, ან რომელი მცენარე ვიპოვოთ, აღმოვაჩინოთ და ფიზიკური აქტივობა დავუკავშიროთ წიგნს. პირიქით, ჩვენ ძალიან ხშირად ამ რეკომენდაციასაც ვიწლევით და ეხლა მაგალითად ზაფხული იწყება და ზაფხულისთვის შეუძლიათ სწორედ ეს გამოიყენონ, რომ წიგნი არ გულისხმობს, რომ მე ოთახში უნდა ვიყო აუცილებლად და ისე ვიკითხო. რაღაცა წიგნი, მაგალითად ძილის წინა რიტუალი სხვა არის, მაგრამ მე ძალიან ბევრი წიგნი შემიძლია წავიკითხო ტყეში. მე შემიძლია რაღაცა მოგზაურობის დროს, ეხლა მანქანაში ვერ წავიკითხავთ, იმიტომ რომ თვალებისთვის არ არის სასარგებლო, მაგრამ აი ერთი ოჯახი დროდესაც მიდის, ერთი ადამიანი კითხულობდეს დაუშვათ წიგნს და დანარჩენები აი სახალისო ისტორიებს, ხო? თუნდაც როგორ გამოვიყენებ მე ამ წიგნს, ამაზეა საუბარი. მე ისიც მithქვამთ და რეკომენდაცია ნამდვილად არის ის, რომ შეიძლება ბავშვს პატარას უყვარს მანქანები. წაუკითხეთ 20 წიგნი მანქანაზე. 7 წლის გოგონა, რომელსაც ძალიან მოსწონს TikTok-ზე, როგორ წაისვას პომადა, აინტერესებს მაკიაჟი. შეიძინეთ წიგნი მაკიაჟზე. და ეს ირიბი გზით შევიყვანოთ სხვა დანარჩენ წიგნი. წიგნი რომ არის ინფორმაციის წყარო ერთი და რომ წიგნთან დაკავშირებით შეიძლება ძალიან ბევრი სახალისო აქტივობა გავაკეთოთ ორი და ჩვენ შეგვიძლია რომ წიგნმა დაგვაკავშიროს. მშვენიერი. თქვენ ყავთ პატარა, მე ვიცი. ხო და დაახლოებით ეგეთი ტიპის წიგნები მინდა რომ საჩუქრად გაგატანოთ თქვენი პატარისთვის ბიბლუსისგან. ეს არის სამი გოჭი, ეს ლეგენდარული
მადლობა ძალიან. ზღაპარი, რომელიც ისეთი არა ქვი. მულტიფუნქციური წიგნის ფორმით არის მოწოდებული და ასევე უკვე ლეგენდარული ჟირაფი ჟოზე, როგორც ხედავ, მოგზაურობა საქართველოში და საკუთრივ თქვენთვის ჯემალ ქარჩხაძის მდგმური სადიდო აზრით სრულიად ლეგენდარული წიგნი, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მე მგონია, რომ თქვენი ეს რჩევები უამრავი მშობლისთვის იქნება გამოსადეგი. ეს არის ალბათ ამ გადაცემის ერთი ძირითადი მიზეზიც და მიზანიც, ისევე როგორც ის, რომ ჩვენ უფრო გულისყურით მოვეკიდებით წიგნის, როგორც ბავშვის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლის მატარებლის ფუნქციას. ძალიან დიდი მადლობა. მარიამ ხვადაგიანი იყო ჩვენი სტუმარი. მე მოგიწოდებთ რომ მიკითხოთ წიგნები და დააგვირდეთ თქვენს პატარებს. ბიბლსი თოქს იყო ეთერში, მე გიორგი გეგელიძე გახლავთ.